ჩვენს რამ ძალიან ბევრ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ესეც გამოგადაგებათ და ყოველთვის აქტუალური სტუმრები მოდიან გადაცემაში ჩვენთან, აი მაგალითად დღეს გელა ბარკალაია. აი ეს სამი რამე გამოგადგებათ და აბა ეხლა დაარწმუნეთ ბიზნესმენები რომ დაგვასპონსორონ. აი ახლა როგორ არის? ყველამ ყველაფერი იცის დღეს, ხო? პატარა არის ეს თბილისი. დიახ. მე როცა მითხრეს რომ მოგიპატიჟესო, თქვენ იმდენად დადებითი პიროვნება ხართ. იმდენად კარგი გზები გავლილი. და არა ხარ ჩარეული იმაში, იმან თქვა, ამან თქვა და თქვა ხო არის ესეთი ტელევიზიები. დიახ. არის ალბათ. და კი არის ესეთი ტელევიზიების და თქვენ იმდენად დადებითი აურა გაქვთ. ჩემმა შვილმა მათემ გაიგო და მამა მოვდივარ მეც წამიყვანიო, იმიტომ რომ ეს კაცი მიყვარსო. და თქვენ უყვარ ხართ ყველა ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, არა მარტო სპორტსმენებს, ყველა ასაკის ადამიანებს და რა თქმა უნდა, თუ სადმე გინდა მისვლა, სასაუბროდ, თქვენნაირ ადამიანთან უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენთან იმიტომ მოდის ადამიანი, რომ მერე მას არ უწევს, რომ იქ რატო იყავი ან რატო არ იყავი, ხო თქვენ ხართ სუბთა წარსულის ადამიანი და მიყვები თქვენ საქმეს ლამაზად, წესიერად, პატიოსნად გოხდათ. დიდი მადლობა. მშვენიერი პრეზენტაცია იყო. როგორი პრეზენტაცია იყო? არაჩვეულებ. ისე პოპულარობა რთული არის თქვენთვის? ყველა რო გიცნობთ. როგორ არის იცი? აი, პოპულარობაზე უფრო რთული რა არის? კაცი მოდის და მგონია რომ რაღაცა ბატონო გელა როგორ ხარ, რა მაგარია და ადრე თუ თვეში მქონდა გასავალი, თქვათ ერთი 20-30-50 ლარი, ახლა მომემატა და ყველას გონია რომ უკეთესად მაქვს საქმე და ახლა ავედი 200.000-მდე უკვე და ძნელია რა თქმა უნდა, ძნელია. პოპულარობას მოაქეს ყველაფერი. ხო არ დაგვირვები ხართ, რომელი ვიდეოა ყველაზე პოპულარული თქვენი? ჩემი ვიდეო ყველაზე პოპულარული არის ერთი ჯეტურის ავტომობილი რო დუბაიში ვაჩვენე ადამიანებს, მოსახლეობას, რომელიც უკვე 2 მილიონამდე ავიდა, ხო? დაახლოებით 2 მილიონამდე და მეორე ყველაზე მაგარი მე რომელიც მომწონს ჩინეთში რო ვიყავი ხორგოში და ის ქალთან რო ბოდიში ამ სიტყვაზე მაყურებელთან გავიღადავეთ რა, გავიხუმრეთ. ეს ხუმრობა რა არის? აი ბიზნესში ხარ თუ სადაც არ უნდა იყო იუმორი თუ არა გაქვს, იუმორით თუ არ უყურე ყველა საქმეს, მაშინ ცხოვრებაში წინ ვერ წაიწევი. მე მთელი ჩემი ცხოვრება ესე ვარ. კი ბატონო. მთელი ჩემი ცხოვრება და